დრო თუ არ გაქვს ამ წუთას, ეს ვიდეო აუცილებლად შეინახეთ და შემდეგ უყურეთ. გამოგადგებათ. მოკლედ, შეკითხვა არის დასმული. Where is she? სად არის ის? ძალიან ხშირად შეცდომით აწყობილი შეკითხვები გვაქვს ხოლმე და კარგავთ ქულებს და ასევე საუბარში ხარვეზები გვაქვს. ამას აქვს უდიდესი გრამატიკა. შეიძლება ერთი თვე დაგჭირდეთ პირდაპირ დაირებით ქმის შემთხვევაში ამ შეცდომის გასასწორებლად, თუმცა მე ზუსტად ერთ წუთში ამ ყველაფერს მოგიგვარებთ. ნახეთ რა ხდება. როდესაც ორმაგი კითხვითი სიტყვაა წინადადებაში, შეკითხვაში. ამ შემთხვევაში გავრცელებული შეცდომაა, რომ ჯერ ვამბობთ ხოლმე ზმნას და მერე პირის ნაცვალ სახელს და სწორი ფორმა ჯერ უნდა ითქვას პირის ნაცვალ სახელი და შემდეგ ზმნა. Do you know where is she? რადგან გვაქვს do you know ერთი კითხვითი და მეორე where სად მეორე კითხვითი, სწორი ფორმა ეს ვერ იქნება, ასეთ შემთხვევაში ჯერ უნდა ვთქვათ პირის ნაცვალ სახელი და შემდეგ უნდა ვთქვათ ზმნა. პირის ნაცვალ სახელი შეიძლება იყოს ვინმე, რამე, ვინც მოქმედებას ახორციელებს, არსებითი სახელი. ხო? შესაბამისად მეორე ფორმა არის სწორი. იგივე ვარიანტი. What time is it? რადგან ერთი კითხვითი სიტყვა ვამბობთ თუ ბიზნეს და მერე პირის ნაცვალ სახელს, მაგრამ ორ კითხვით სიტყვაში წინადადებაში ჯერ ზმნას არ ვამბობთ, ჯერ ვამბობთ ისევ პირის ნაცვალ სახელს და შემდეგ ზნას. Can you tell me what time is it? შეცდომა. უნდა ვთქვათ Can you tell me what time it is? შეგიძლია მითხრა რომელი საათია? მოკლედ შევაჯამოთ. თუ შეკითხვაში ერთი კითხვითი სიტყვა გვაქვს, ჯერ ვამბობთ ზმნას და შემდეგ პირის ნაცვალ სახელს, ანუ მოქმედ პირს, თუ შეკითხვაში ორი კითხვითი სიტყვა გვაქვს, ჯერ ვამბობთ პირის ნაცვალ სახელს და შემდეგ ზმნას. ამის გამო რატომ უნდა დაკარგოთ ქულები და ამის გამო რატომ უნდა გქონდეთ შეცდომა საუბრის დროს. არ დაგვაუწყდეს ვიდეოს მოწონება და გვერდის გამოწერა.